მოგესალმებით, უსაფრთხო კუთხის მე-13 პოდკასტით ვრუნდებით. პატარა შესვენება გამოგვივიდა, თუმცა ვრუნდებით საინტერესო სტუმრით, მარიამ ხანთარიათი, მშენებელი, ჰეიზელის დამფუძნებელი. გამარჯობა მარიამ, დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის, იმისთვის რომ გამონახეთ დრო. დიდი მადლობა თქვენ, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და ძალიან მიხარია რომ დღეს თქვენთან ვარ და ვისაუბრებთ ძალიან მნიშვნელოვან თემებზე. ძალიან გვიხარია ჩვენც და ასევე მე მგონი პირველი რესპონდენტი ხარ, რომელიც ჩვენი ასაკის არის. ყოველთვის ჩვენი სტუმრები გამოირჩევიან იმით, რომ რა თქმა უნდა თავის აქვს პროფესიონალები არიან და ჩვენზე უფროსები არიან ხოლმე. მრავალი წლის გამოცდილება უმაგრებთ, ასე ვთქვათ რა. მაგრამ როგორც კი, ეგ უნდა მეთქვა ზუსტად, რომ არ ჩვენ გაქვს ნაკლები გამოცდილება მიუხედავად ასაკისა და ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. ვისაუბროთ იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც უცნობია შენი მოღვაწეობა. თუ რას წარმოადგენს მარიამ ხანთარია, რა გამოცდილება აქვს, რა ფიდბექი უმაგრებს ზურგს, გაგვეცანი და გაიცანი ჩვენს მაყურებელს. სიამოვნებით, პროფესიით ვარ მშენებელი. დავიწყე 2018 წელს ქალაქ ფოთში საპროექტოში მუშაობით და 2018 წლიდან სამშენებლო სფეროში რამდენიმე პროექტი განვახორციელე, სხვადასხვა ტიპის იქნებოდა ეს სასტუმრო კომპლექსები, მოლის პროექტები, თუ ინდუსტრიული პროექტები, მაგალითად ღრმაწყლოვანი პორტის პროექტები და უკვე მეოთხე წელია ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში გადმოვინაცვლე. და აქ ვარ British Petroleum-ში, ვარ ტექნიკური სამსახურის მგეგმავი ქვია ჩემს პოზიციას. მილსადენის ტექნიკურ მომსახურეობას უზრუნველყოფთ. მოკლედ რომ აღწერო. მარიამ, როდის გაჩნდა ჰეიზელის შექმნის იდეა და რამ განაპირობა ეს ყველაფერი? 2022 წელს გავხდი PMP სერტიფიცირებული, იმავე წელს უკვე ვფლობდი BMI-ACP სერტიფიცირებას და დროთა განმავლობაში გამოიკვეთა ინტერესი სხვა ადამიანებისგან, რომ მათთვის გამეწია მენტორინგი და ვხმარებოდი სერტიფიცირების მიღებაში და მე და ჩემი ერთი მეგობარი, რომელიც ასევე გახლავთ PMP, დავფიქრდით და გადავწყვეტეთ, რომ ხომ არ მიგვეცა ამისთვის რაღაც ისეთი ოფიციალური სახე და შესაბამისად შეიქმნა ჰეიზელიც და დღესდღეობით ჩვენ ჰეიზელში ვთავაზობთ PMP-სა და BMI-ACP-ის გამოცდებისათვის მოსამზადებელ მენტორინგს. აი 2022 წლიდან რა სირთულეები გადალახა ჰეიზელმა ქართულ ბაზარზე? ხო, ჰეიზელი დავაფუძნეთ 2024 წელს და ამ პერიოდის განმავლობაში ალბათ ყველაზე დიდი სირთულე, რაც შემხვედრია, იქნებოდა ის, რომ ადამიანების დაინტერესება არ არის მიმართული მათი პროფესიული ზრდისაკენ აუცილებლად. რა თქმა უნდა, აუცილებელია ის, რომ ჩვენ მიზნად გვქონდეს დასაღული კარიერული ზრდა, ანაზღაურების მატება, ასე შემდეგ, თუმცა სასწავლო დაწესებულების პასუხისმგებლობა, როდესაც აღიქმება ის, რომ შენ თუ გარკვეული ტიპის სერტიფიცირებას გაივლის შემდეგ ამავე სასწავლო დაწესებულებამ შემოგთავაზოს უკეთესი სამსახურიც და უკეთესი ანაზღაურებაც. ხო, ეს ალბათ არის ის რისკი, რომელიც მე რომ არ მოვიტყო თავიდან არ მქონდა ნამდვილად შეფასებული და ვთვლი, რომ ნამდვილად გამოკვეთს დღევანდელი ქართული ბიზნეს სფეროსაც და შრომითი ბაზრის თავისებურებას, ესე ვთქვათ. გასაგებია. მაგრამ ის სკილები, მოკლედ, რასაც აძლევს ჰეიზელი, საკუთარი mentorship-ის ქვეშ ყოფ ადამიანებს, უკვე თვითონ ინდივიდებმა უნდა გამოიყენონ ისე სწორად, რომ მე უფრო კარგად გაყიდონ საკუთარი თავი შრომით ბაზარზე. შესაბამისად, მესმის და გვესმის, რასაც გვიყვები, იმიტომ რომ არა მხოლოდ ჰეიზელს აქვს ეგ პრობლემა, მე მგონი ძალიან ბევრ სასწავლო დაწესებულებას და სასწავლო ცენტრს აქვს მსგავსი პრობლემები, ალბათ შრომის უსაფრთხოების სასწავლო ცენტრებსაც აქვს ეს პრობლემები.
მარიამ, პროექტის მართვის პროფესიული ცოდნა, შენი დაკვირვებით. რა შეეხმარება პირველ რიგში მენეჯერებს საკუთარ სამუშაო ადგილებზე? რა პლუსია, როდესაც ეს იცი და როგორ იცვლება სამუშაო გარემო? თუ გქონია კონკრეტული შედეგები, თუნდაც შენი მოსწავლეების მხრიდან ან თავად შენი მხრიდან, რომ პროექტზე გაგიტესტია PMP ვთქვათ და რა შედეგები მიგიღია, ანუ რა განსხვავებაა მინდა დავანახოთ ჩვენს მაყურებელს, მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც გვიყურებენ დღეს და არიან კონკრეტული ორგანიზაციების შრომის უთხოვის მენეჯერები ან CEO, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ანუ რა სარგებელი მოაქვს ამ ყველაფერს? კი. ზოგადად რომ გიპასუხო მაგ შეკითხვაზე, სერტიფიცირებები მსგავსი ტიპის განაპირობებს იმას, რომ პირველ რიგში მენეჯერს ჰქონდეს სწორი მაინდსეტი, ტვინწყობა, ესე რა ვთქვათ. რაც ნიშნავს იმას, რომ შენ როგორ უდგები არა მხოლოდ სამუშაოს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც შენს გუნდში მუშაობენ, ან თუნდაც ეგრეთ წოდებულ სტეიქჰოლდერებს, იქნება ეს დამკვეთი, ქვეკონტრაქტორი თუ ასე შემდეგ. როგორ მართავთ ამ ადამიანებს? ძალიან მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, გარემო მენეჯერის ირგვლივ როგორ იცვლება, მენეჯერის წინაპარი, მე ესე ვუყურებ ყოველ შემთხვევაში, არის მონათმფლობელი, რომელსაც არ ვიცი, ეჭირა ხელში რაღაც ჯოხი და ამ ჯოხის საშუალებით ის ახერხებდა იმას, რომ ის აკონდებოდა პირამიდებს. ხო? საინტერესო პარალელია. სხვათა შორის მაგაზე არ დავფიქრებულო, არა. ხო, არა, წინაპარი, მენეჯერის წინაპარი ვინ იყო? ნუ ზოგიერთი მათგანი დღესაც შემორჩენილია, მოვიკითხავ აქედან. ნუ ყოველ შემთხვევაში ფაქტი არის ის, რომ საქმე აქამდე ესე კეთდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ ეს არის წინაპარი, არის ისტორია, სამყარო ამის შემდეგ განვითარდა, ძალიან შეიცვალა და ეხლა ჩვენს წინაშე დგას სხვა გამოწვევები, მაგალითად მენტალური ჯანმრთელობა, როგორიც არის დასაქმებულის work life balance. ჩვენს სფეროში ფსიქოსოციალური ფაქტორებადაა ცნობილი, ან გარემო ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედება, მათ შორის სტრესი, ბულინგი. კი, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ გავაკეთოთ უფრო მეტი, უფრო ცოტა რესურსით. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი შევძლოთ ისე, რომ თან არ დავსტრესოთ, ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები და თავადაც არ დავისტრესოთ და პროცესი მართოთ ისე, როგორც საჭიროა და რაც ყველაზე მთავარია მენეჯერისთვის, დამკვეთი ყავდეს ბედნიერი და ის საქმე გააკეთოს ზუსტად, რაც დამკვეთს სურს, რომ გაკეთდეს. ამას ჭირდება გარკვეული ტიპის ცოდნა, სხვადასხვა ტიპის ხერხები, ინსტრუმენტები და პრინციპში საკმაოდ აკადემიური ცოდნაც არის ეს ყველაფერი. მენეჯმენტი ზოგადად ახალი პროფესიაა, როგორც ასეთი. და უფრო ფილოსოფიური ცოდნა არსებობს ალბათ ამ მიმართულებით, ვიდრე ბჭყალებში, რო ვთქვათ, ტექნიკური. პროექტის მართვის სხვადასხვა მეთოდოლოგიები არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დღეს ალბათ ეს იქნება agile. და ცუდი არის ის, რომ ზოგჯერ კომპანიები ესე გატრენდებულ პროექტის მართვის მეთოდოლოგიებს აყვებიან ხოლმე და როდესაც არ იცის მენეჯერმა ესა თუ ეს მეთოდოლოგია როგორ ამუშაოს და ესა თუ ეს მეთოდოლოგია საერთოდ ერგება თუ არა კონკრეტულ პროექტს. ამ შემთხვევაში შემდგომ ძალიან ცუდი რაღაცები შეიძლება მოხდეს, რესურსების ნაკლებობა, იგივე ბიუჯეტის ნაკლებობა და ნუ შესაბამისად ყველაფერი რაც ამ ყველაფერს მერე თან სდევს, მათ შორის არასათანადოდ დაცული შრომის უსაფრთხოების ნორმებიც. აი ზუსტად შემდეგი კითხვაც თან მივედით ახლოს ურჩევდი თუ არა შრომის უთხოვის მენეჯერებს მსგავსი კურსის გავლას რამდენად არის მომართვიანობა ჩვენი კოლეგების მხრიდან თუ ქონია გადაკვეთა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დარწმუნებული ვარ გექნებოდა ეხლა ეს უფრო ისეთი კითხვა რომელზეც პასუხი წინასწარ ვიცი აი ამის შესახებ მოგიყევი პირველად სად შეხვდი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემას და კმაყოფილი ხარ თუ არა დღეს ქართულ ბაზარზე არსებული სურათით შრომის უსაფრთხოების მიმართულებით დიახ პირველ კითხვაზე რომ გიპასუხო, ვურჩევდი თუ არა, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს, ვისაც არ აქვს მნიშვნელობა გვქვია თუ არა მენეჯერი, თანამედროვე სამყაროს კიდევ ერთი თავისებურება არის ის, რომ პროფესიები აღარ არის ესეთი კონკრეტული. მენეჯერს აღარ ქვია აუცილებლად მენეჯერი. შეიძლება ერქვას product owner, მაგალითად, ხო, როგორც ციფრულ სამყაროში გვხდება ხოლმე ახლა. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც უწევს ადამიანების მართვა,
ან stakeholder-ების, subcontractor-ების, ქვეკონტრაქტორების უკაცრავად მართვა, ნამდვილად ურჩევდი, რომ გაიაროს ეს სერტიფიცირება. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს რაც შეეხება, მათთვის ასევე იქნებოდა ალტერნატივა რისკების მართვის სერტიფიცირება. მარიამ, რისკებზე რო უფრო მეტად გვესაუბრო, იმიტომ რომ ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს სამუშაო ადგილზე არსებული საფრთხეების იდენტიფიცირებას, მათგან მომდინარე რისკების განსაზღვრას, თუმცა ჩვენი შიდა სტანდარტია 01.15 დროფენი. აღნიშნული სტანდარტი არის ქართული, საერთაშორისო აღიარებული სტანდარტების ქვეშ არის, რა თქმა უნდა, თუმცა, რასაც ჩვენ საუბრობ, ის მაინც ჩვენთვის ახალია და ამაზეც რომ ძალიან დეტალურად გვესაუბრო და გააცნო ჩვენს სცენელს. კი, რისკების მართვის პროფესიონალის სერტიფიცირებაზე მოკლედ რომ გითხრათ, ეს სერტიფიცირება მოიცავს ზოგად ფილოსოფიას, რისკების მართვა, საერთოდ რა არის, რისთვის არის საჭირო და რა როლი უჭირავს პროექტის მართვაში, მთელს ამ პროცესს და იმის გარდა რაც შენ ახსენე რომ იდენტიფიცირება მოხდეს რისკების, ამ რისკები როგორ უნდა შეფასდეს, როგორ უნდა დახარისხდეს, რა ხელსაწყოები, რა იარაღები შეიძლება იყოს გამოყენებული ამისათვის და შემდგომში როგორ შეიძლება ამ რისკებს ვუპასუხოთ ან არ ვუპასუხოთ. შესაბამისად. ანუ ეს კონკრეტულად სამუშაო ადგილის გარდა კიდე რამე სხვასაც მოიცავს, ხო? ანუ აი მარტო სამუშაო ადგილზე მომდინარე საფრთხების იდენტიფიცირება იგულისხმება ამ სტანდარტში, აი მაგალითად სამშენებლო სამუშაოების დროს სამოქალაქო მშენებლობაში მაგალითად ამ სტანდარტით შევდივართ და მთლიან ტერიტორიას ვაიდენტიფიცირებთ, ხო? კონკრეტულ სამუშაო პროცესებს, მანქანადანადგარებს, მასალებს, სამუშაო პირობებს, შრომით ორგანიზების თავისებურებებს, ანუ იდეაში ამას გულისხმობს, ხო, აღნიშნული სტანდარტი? კი, აი კონკრეტულ ინდუსტრიაზე და კონკრეტული ტიპის სამუშაოზე ეს ლიცენზია არ ფოკუსირდება. პრინციპში PMI-ის ნებისმიერი სერტიფიცირებიდან გამომდინარე, რაც ოდესაც მიიღებთ, შეგიძლიათ ნებისმიერ სფეროში გამოიყენოთ მედიცინის ჩათვლით, მაგალითად. ხოლო რაც შეეხება უფრო კონკრეტულად შენს შეკითხვას რომ ვუპასუხო, იმ იარაღებს, რაც RMP-ში არის გაწერილი, როგორ უნდა იდენტიფიცირება მოვახდინოთ და მართოთ რისკები, რა თქმა უნდა, სამშენებლო სივრცეშიც, როდესაც თქვა სამშენებლო ობიექტზე შევდივართ და რაღაც სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი, რისკების მართვის პროფესიონალი ჯერ ჩამოწარს რა ტიპის რისკები შეიძლება იყოს ასოცირებული, შემდეგ არ ვიცი ალბათ ერთ-ერთი ხერხი რაც არის მატრიცაზე განათავსებს და ახარისხებს რა ტიპის რისკებთან აქვს საქმე და შემდეგ გადაწყვეტავს როგორ უნდა გაუმკლავდეს ამ რისკებს, თუ ჩათვლის რომ უნდა გაუმკლავდეს საერთოდ. მარიამ, პირველი გადაკვეთა შრომის უსაფრთხოების სისტემასთან როდის ჰქონდა, რომელ წლებში? პირველად ალბათ ეგ იქნებოდა 2018 წელს სითიმოლის პროექტზე, როდესაც მუშაობდი. პრინციპში ჩემთვის პირველი დიდი პროექტიც იყო. და პროექტის მასშტაბებიდან გამომდინარეც ეს პროექტი საკმაოდ სერიოზულ შრომის უსაფრთხოების სისტემის არსებობას მოიცავდა. ამის შემდგომ სხვადასხვა პროექტებზე და რა თქმა უნდა ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე, რომელზეც ძალიან კარგად იყო შრომის უსაფრთხოების ნორმები გათვალისწინებული, ნამდვილად ალკოტესტიც გვიტარდებოდა მათ შორის. სხვათა შორის კი. კი, ძალიან კარგი უსაფრთხოების მენეჯერი ყავდა იმ კომპანიას, სადაც მე ვიყავი. მარიამ, ჩვენი პროექტის პარტნიორია შრომის უსაფრთხოების პირველი პროგრამული უზრუნველყოფა SafePro. თუ გქონია SafePro-სთან შეხება და რას ფიქრობ ციფრულ ტექნოლოგიებზე, რამდენად ეხმარება ეს ყველაფერი შრომის უსაფრთხოების სისტემასაც, შრომის უსაფრთხოების ერთეულ მენეჯერებს და ასევე მცირეან დიდ საკონსულტაციო კომპანიებს. კი. SafePro-სთან პროფესიული თანაკვეთა, როგორც ასეთი სამწუხაროდ არ მქონია, იმიტომ რომ ჩემი კომპანია არ თანამშრომლობს მათთან. თუმცა, რა თქმა უნდა, მსმენია SafePro-ზე და ფლობ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სახის სერვისს აწვდიან ისინი, რაც ჩემი გააზრებით, რამდენადაც მე მათ ვიცნობ, პრინციპში მონაცემთა მართვის ძალიან კარგი საშუალება არის ყველაფერთან ერთად.
იდეაში Save Pro ძალიან ეხმარება ისეთ ორგანიზაციებს განსაკუთრებით, ვინც remote რეჟიმში ამუშავებს თანამშრომლებს, დასაქმებულებს, უჭირთ მათი შეკრება და მათთვის ინფორმაციის მიწოდება შრომის მოთხოვის მიმართულებით. ერთ-ერთი საუკეთესო მოწყობილობა, ალბათ, რაც Save Pro-შია და რასაც აქტიურად ვიყენებთ, არის ტრენინგების ბაზა ჩაშენებული. სახლიდან შეგიძლია შეხვიდე და გაიარო კონკრეტულ თემებზე შრომის მოთხოვების სწავლებები. იდეაში ძალიან დიდი გამოწვევა ამ წუთას, თავი რო არ მოვიტყუოთ, ქართულ შრომის მოთხოვების ბაზრისთვის არის ინფორმაციის მიწოდება. ხშირად ვიძახი, რომ ჩვენ საუბრები ძალიან ხშირად გვაქვს გამოწვევებზე, თუმცა მთავარი გამოწვევა დღის მდგომარეობით შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ ობიექტურად რო დააკვირდე ეგრეა. ინფორმაციის გავრცელება დღემდე არსებობენ ჩემდა გასაკვირად და სამწუხაროდ ყოველდღე მაქვს ხოლმე ეგ მომენტი, რომ არიან ორგანიზაციები, დასაქმებულები არ იციან საერთოდ შრომის უსაფრთხოება რა არის, შრომის კოდექსით არ ინტერესდებიან და საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ამ მიმართულებით ხალხს რა პროცესებია გადადგმული ბაზარზე. თუმცა საქართველოს კანონმდებლობით დამსაქმებლის მოვალეობაა, რომ დასაქმებულმა ეს ინფორმაცია. და სამწუხაროდ დამსაქმებელი უფრო ხშირად აკეთებს ამ მოვალეობას ასრულებს, უფრო სწორი ვიქნები, ვიდრე დასაქმებული. დასაქმებულები ნაკლებად ინტერესდებიან და ვფიქრობ Save Pro-ს ეგ მოწყობილობა ძალიან ეხმარება ორგანიზაციებს, რომ მეტად გაავრცელოს ეს ინფორმაცია. იქ იუზერებს რომ იუზერები როდესაც იქნება Save Pro-ში, თითოეული კომპანიის, თითოეული დასაქმებულს აქვს საკუთარი იუზერი და პაროლი. აქვს ცდომა როგორც ონლაინ ტრენინგებზე, ასევე ბიბლიოთეკაზეც და შესაბამისად შეუძლიათ შევიდნენ და იქ ბიბლიოთეკაში, ანუ მაცნეზე აღარ დახარჯონ სიტყვაზე თანხა და შევიდნენ ბიბლიოთეკაში და თუნდაც ნებისმიერ ტექნიკურ რეგლამენტს გაეცნონ. აი მაგალითად გაეცნონ 477 ტექნიკურ რეგლამენტს. საერთაშორისო პროექტებზე თუ გქონია მსგავსი ანალოგი ან პროექტი? მე რამდენადაც ვიცი, Save Pro პირველია მე მგონი. საქართველოში. საერთაშორისო დონეზე თუ გქონია მაგალითად? არა, საერთაშორისო დონეზე არა. პრინციპში საერთაშორისო პროექტებიც, რომლებიც საქართველოში ხორციელდება, მაინც ლოკალურ ბაზარზე არიან ხოლმე კონცენტრირებული და თუ დამკვეთის კონკრეტული მოთხოვნა არ არის, რომ აი ესეთი ტიპის სოფტით იმართებოდეს შრომის უსაფრთხოების ნაწილი პროექტზე, რომ გითხრათ ახლა რომ დაინტერესება რომელიმე მხარეს აქვს, რომ დამატებითი რესურსი გამოყოს იმისათვის, რომ ესეთი ტიპის რაღაც დაინერგოს სამწუხაროდ ნაკლებად. ხო. თუმცა, საერთაშორისო პროექტებზე ამის ჩამონაცვლებელი hands-on რაც ყოფილა, აი toolbox talk-ები, მაგალითად, ყოველდღიური სამუშაო რო არის დაგეგმილი, აი ამ სამუშაოზე რა რისკები გვაქვს, როგორ ავიცილოთ თავიდან, ყოველდღიური toolbox. ეგ გამოცდილება მაქვს. რამდენიმე ძალიან კარგად, ასე ვთქვათ, ნაცადი სოფტის ნაზავია Save Pro საერთაშორისო გამოცდილება აქვს Save Pro-ს დამფუძნებლებს და შესაბამისად დიდი მუშაობის შემდგომ შეიქმნა საქართველოში ისეთი პროგრამული უზრუნველყოფა, რომლითაც შრომის უსაფრთხოების მენეჯერები და გარკვეული კომპანიები ალბათ 30-40%-ს მაინც მოიგებენ დროის თუ სწორად გამოიყენებენ. ნამდვილად ეგრეა. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ახლა ქართული რეალობისათვის, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ კიდევ ალბათ იმ სტადიაზე ვართ, რომ რატომ უნდა გვეხუროთ ჩაფხუტი ამაზე ვშელობთ, მაგრამ ზოგადად გლობალური მშენებლობის მომავალი არის ციფრული და ტექნოლოგიური ნამდვილად და გლობალური მშენებლობის მთავარი გამოწვევა დღესდღეობით არის მონაცემების მართვა და მონაცემთა ანალიზი. რასაც ძალიან კარგად უზრუნველყოფს ასევე ესეთი ხელსაწყო არსებობს, ესე დავარქვათ, Building Information Modeling, ესე ქვია BIM. BIM-ი არის რეალურად ინტეგრირებული სისტემა, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია როგორც თქვათ დიზაინის ნაწილთან დაკავშირებით, ან წარმოიდგინეთ არის სოფტი, რომელიც აერთიანებს ძალიან ბევრ სხვადასხვა სოფტს, მაგალითად Revit-ს, Primavera-ს, სადაც შედულინგი ხდება და ასე შემდეგ. და ინტეგრირებული სისტემაა, სადაც პროექტზე ყველა ინფორმაცია არის თავმოყრილი და ინგლისური ტერმინი რო გამოვიყენო, single source of truth არსებობს და არ არის ინფორმაცია მიმოფანტული კონკრეტული თანამშრომლების ლეპტოპებში და ყველას სხვადასხვა ვერსია არ გააჩნია ერთ და იგივე ინფორმაციის. დელეგირება. ძალიან, კი, ნამდვილად. და პრინციპში ხო, საქართველოში ამ სოფტზე მოთხოვნა სამწუხაროდ არ ვიცი რამდენად არსებობს დღესდღეობით. მაგრამ ხო, მომავალი ეგ არის და
ვალდებულები ვართ, რომ რამენაირად დავეწიოთ, მე მგონი. Salesforce ახლა საკმაოდ ასეთი დიდი კომპანიები იყენებენ საქართველოში. თან საკმაოდ დიდი ხანია. ეგ ინფორმაცია მე მგონი ნავთობი და გაზეთს იყენებს ერთ-ერთი კომპანია, როგორც ვიცი. კი, მაგრამ გადავამოწმოთ აუცილებლად მე მგონი. პოლიციასმა. მარიამ, დაუბრუნდეთ ისევ შრომის უსაფრთხოებას. მაინტერესებს როგორ ფიქრობ? აი, ყველაზე დიდი გამოწვევა რა შეიძლება იყოს შრომის უსაფრთხოების მენეჯერებისთვის და საერთოდ შრომის უსაფრთხოების სისტემისთვის თბილისში? არის ეს ინფორმაციის ვაკუუმი? ჩემი აზრით, ჩემი გადმოსახედიდან, ყველაზე დიდი პრობლემა რაც შრომის უსაფრთხოების მენეჯერებს გააჩნიათ არის რესურსები მათივე ორგანიზაციებისგან. მე გულისხმობ როგორც ფულად, ასევე ადამიანურ რესურსებს. ძალიან სამწუხარო არის ის, რომ საქართველოში იმ სამშენებლო კომპანიების თითქმის 90% ალბათ, რომლებიც დღეს ოპერირებენ, არიან განვითარების საწყის ეტაპზე. და რატომღაც ამ განვითარების საწყის ეტაპზე არიან უკვე ძალიან დიდი ხანია. მაინც და მაინც შთაბეჭდილება მრჩება, რომ თითქოს მათ ინტერესშიც დიდად არ შედის, რომ განვითარდეს და ახალ საფეხურზე წაიწიოს, თუმცა ეს ასევე განპირობებულია იმ გარემოდან, რომელშიც მათ უწევთ არსებობა, რომ თქვათ ძალიან პატარა ბაზარს მოიცავენ, არ აქვთ უფლება რომ ტენდერი წააგონ, საკმაოდ ხოში არის ტენდერის წაგება. არ აქვთ უფლება რომ ტენდერი წააგონ, კონკურენციას უწევენ უცხოურ კომპანიებს, რომლებიც საკმაოდ ძალიან ბიუჯეტურები არიან, საკმაოდ არა, მაგალითად ჩინური კომპანიები იგივე, ხო? და იმისათვის რომ ამ ორგანიზაციებს გაუწიონ კონკურენცია, სჭირდებათ რომ საკმაოდ მიზერული რესურსებით აკეთონ თავიანთი საქმე. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შრომის უსაფრთხოება და ადამიანების უსაფრთხოება უნდა იყოს კომპრომისირებული, მაგრამ ხო, ეს არის ნამდვილად ეს მოქმედებს ეს ფაქტორიც ამ მიმართულებაზე. და თქვენ რომ დააკვირდეთ, მაგალითად, აი ძალიან მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანო, ალბათ ყველა მშენებელი მიხვდება cash flows მიტინგებზე, რა ხდება ხოლმე? როგორ განისაზღვრება კომპანიაში თანხის გადანაწილება პროექტებზე? გვაქვს რაღაც კონკრეტული პორტფოლიოს მართვის მექანიზმი და ვიცით ჩვენი პრიორიტეტები და ვიცით რომელი პროექტი უფრო ესე ვთქვათ შემოსავლიანია, მომგებიანია ჩვენთვის. და პირიქით სად მეტი ხარჯია გასაწევი, ხო? იდეაში ამას სტატისტიკა ჭირდება, ხო? ეგრეა. თუ იმას ვაძლევთ თანხას, ხო, თუ იმ ადამიანს აი მენეჯერს ვაძლევთ თანხას, გამოვუყავთ თანხას იმ ერთი კვირის თუ ერთი თვის ჭრილში, რომელიც უფრო ხმამაღლა მოითხოვს მიტინგზე, ხო? რეალურად ეხლა რასაც ვსაუბრობ, ჩვენ ყველაფერი პროექტის სოდნას საჭიროებს რა, უნდა იცოდე პროექტი, უნდა გიყვარდეს საქმე და კარგად უნდა ერკვეოდე სტატისტიკებში. უნდა ერკვეოდე ორგანიზაციულ მართვაშიც, როგორი პრიორიტეტები აქვს ორგანიზაციას, როგორ იმართება ამ ორგანიზაციის პორტფელი თუ იმართება და რა როლი აქვს ჩვენს პროექტს შემდეგ ამ ყველაფერში. შენი დაკვირვებით ამ ყველაფრის განვითარებას ამ წუთის მდგომარეობით ხედავ თუ არა ქართულ ბაზარზე და რა პროცენტით ხედავ, აი, მიახლოებით რო გითხრა. უბრალოდ აი მაყურებელი რომ მიხვდეს დაახლოებით 100-დან რამდენ პროცენტს დაუწერდი დღევანდელ განვითარებას. რთული შეკითხვაა, იმიტომ რომ განვითარებას თუ გულისხმობთ საქართველოს ტერიტორიაზევე, მაშინ ალბათ ამისთვის საჭირო იქნებოდა დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების აუცილებლობა, რა ვიცი, აი საერთაშორისო გამოცდილების შემოტანა ქვეყანაში, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ ჯერ კიდევ არ გაგვაჩნია ის სერვისები ქვეყანაში, რომელიც საკმაოდ დიდი პროექტების განხორციელებლად საჭიროა. მაგალითად, ვერ გავაკეთებთ იგივე პორტის დიზაინს ქართული რესურსებით სამწუხაროდ. და ამისათვის საჭირო, რომ საერთაშორისო გამოცდილება ჯერ გავიგოთ, როგორ აკეთებს ამ ყველაფერს, სხვა კარგი ჩვენზე უფრო მცოდნე ორგანიზაცია და შემდეგ რაღაცნაირად ამის მოთხოვნილებას ჩვენ
ჩვენთანაც გააჩნდეს. ახლა პორტის აშენების დიმენდი ალბათ საქართველოში არ იქნება ძალიან დიდი, მაგრამ მიხვდებით, რასაც გულისხმობ. და განვითარების მეორე მხარე ქართული კომპანიებისთვის არის ის, რომ გავიდნენ საერთაშორისო ბაზარზე. მაგალითად, ყაზახური ბაზარი მე მგონი, რამდენადაც მე შთაბეჭდილება რჩება, ქართული კომპანიების საკმაოდ დიდ მონაწილმა მეტნაკლებად აითვისა. სამეზობლოშიც გადავადგილდებით მეტნაკლებად. ყაზახებთან ისე საკმაოდ ჩამოგვეყალიბდა ჩვენ ეს დილერინგი გვაქვს რა ქართველებს და ყაზახებს. ბევრ რამეში ძალიან, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვხედავ მე ყაზახებს, აი აქ ჩამოსვლა. სულით რაღაცებს ერთმანეთს. კი. აქტიურად მანქანებს, როგორც დავაკვირდი, იმიტომ რომ დღეს თქვენთან ვიყავი რუსთავში სხვათა შორის ბატონო ლევან და თქვენთან ვიყავი. ეგრე თანამშრომლობა, სამეზობლოში საკმაოდ მჭიდრო გვაქვს, მაგრამ როგორც მივხვდი, უფრო მეტად მე მინდა ამერიკულ ბაზარზე გასვლა. მე მინდა ეხლა ერთი ჩვენი ესეთ საფირმო კრიტიკული კითხვაც მოგაწოდო რა. აი საერთაშორისო გამოცდილებებზე ისაუბრე შენ, ასევე ისაუბრე იმაზე, რომ აუცილებლად საჭიროა, რომ ნებისმიერ თუნდაც საერთაშორისო პროექტში მიიღონ ქართველებმა მონაწილეობა, რომლებსაც აქვს საერთაშორისო გამოცდილება, იმიტომ რომ აი მაგალითად ეხლა ჩინური პროექტები რო ავიღოთ, ხო? თუნდაც ჩვენი უღელტეხილი, დასავლეთის უღელტეხილი. ძირითადად არიან დასაქმებული ჩინელები და არიან რა თქმა უნდა ქართველებს დასაქმებული, მაგრამ ნუ ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ ის ჩინური კომპანია მოითხოვს იმას, რომ ელემენტარული რაღაც დონეზე იყოს საერთაშორისო გამოცდილებით მისული კადრი. იმედი მაქვს რომ ითხოვენ. არ ვიცი, აი მე რომ გადავადგილდები მანქანით. მოდი, იმედი დავიტოვოთ, აი ამის იმედი დავიტოვოთ. მაინც რომ გითხრათ, რომ შთაბეჭდილება მრჩება ხოლმე რომ საერთაშორისო სტანდარტებით მიმდინარეობს მან და სისტემას არა, ხო? მაინც და მაინც წარმოვიდგინოთ იდეალური რაღაც ისეთ ფაბულა, რომ არის ეგრე. არის თუ არა აი მიწოდების და მოთხოვნის პრობლემა საქართველოში. ანუ გვაქვს ეგ პრობლემა. მიწოდების და მოთხოვნის პრობლემა პრინციპში ყველა მიმართულებით გვაქვს არა მხოლოდ კადრების, არამედ პირდაპირ გაგებით მიწოდების და მოთხოვნის პრობლემაც გვაქვს, ხო, აგრეგატებიდან დაწყებული. კი, სამწუხაროდ ეგ ძალიან ბევრ რაღაცას გვიცვლის, ხო, პროექტებს. ლოჯისტიკაზე გამახსენდა ძალიან საინტერესო პოდკასტი გვაქვს ჩაწერილი ლოჯისტიკის უსაფრთხოებაზე საუბრობს ბატონი ვიქტორ დოლიძე და აქვს ძალიან ცოტა ნახვა და აუცილებლად მიაკითხეთ აი ამ პოდკასტსაც და უყურეთ. მარიამ, კიდევ რას ურჩევდი შრომის უსაფრთხოების მენეჯერებს? სანამ რჩევაზე გადავალ მიწოდება და მოთხოვნაზე შეიძლება დავამატებ, რომ ძალიან ბევრი მშენებლობაში მოსული პროფესიონალი ჩემი ჩათვლით შემდეგ გადადის ხოლმე სხვა ინდუსტრიებში და იცვლის ინდუსტრიას. და პრინციპში ალბათ სწორად როგორ უნდა ვთქვა, იმედი მაქვს არ გამომივათ ცუდად დამსაქმებლებთან, მაგრამ საკმაოდ განუვითარებელია სამშენებლო სფერო საქართველოში დასაქმებულებისათვის. ანუ მათთვის არ არის ეს სფერო უკვე საინტერესო, მიმზიდველი, რაც არ უნდა გვიყვარდეს და გვენატრებოდეს მშენებლობა, სამწუხაროდ. იმიტომ რომ არ მოდის თანხმედრაში ის გრაფიკი, ის შრომა და ის რესურსი, რისი გაწევაც ადამიანებს ამ სფეროში მუშაობისას უწევთ, იმასთან, რასაც თავად იღებენ. შემდეგ. არ გულისხმობ მხოლოდ ანაზღაურებას, გულისხმობ მაგალითად ნორმალურ დაზღვევას. მაგალითად. ხო? და ნებისმიერ სახის ბენეფიტს, რაც ორგანიზაციაში უნდა შემიძლია მაგაზე რო არ დაგეთქვათ, რომ შემთხვევის დაზღვევა სასავალდებელოა. ჩვენი კანონმდებლობით, თუმცა ბენეფიტებისგან რეალურად მთლიანად დაცლილია სამშენებლო სექტორი დღეს. ჩვენ როგორც შრომის უსაფრთხოების მენეჯერები, როგორც რევიზიის ფარგლებში გადავადგილდებით სამუშაო რესურსებში, ვაკვირდებით და ჩვენი პირდაპირ მოვალეობაა რომ გავესაუბროთ დასაქმებულებს, არ შემიძლია არ დაგეთანხმა რომ ნოლია ინტერესი დღეს დასაქმებული თანამშრომლების სამშენებლო სექტორში დაწყებული დღიური მუშებით დამთავრებული ინჟინერები თუ არქიტექტორებით რომ რაღაცა ახალი ნახონ, რაღაცა თითქოს ერთი და იგივე პროცესები მიმდინარეობს აბსოლუტურად ყველგან და უბრალოდ სამუშაო ადგილები იცვლება. რეალურად ამის პრობლემა ძალიან დიდი ხანი არსებობს კომპანიებში.
ამ ეტაპისთვის ჰეიზელი მუშაობს თუ არა ამ მიმართულებით, რომ რაღაცა თუნდაც ვებინარი ჩაატაროს, სამშენებლო ობიექტებს ესტუმროს, რაღაცა მაგალითად კოლაბორაცია გააკეთოს ობიექტებთან და რამდენად დიდია ხოლმე დაინტერესება თუ გიცდია რა თქმა უნდა ამ მიმართულებით, რომ ჰეიზელს ოპერირება განახორციელებინა. კი, გარკვეული ტიპის გამოცდილება, ანუ იმის გარდა რომ ჰეიზელში ჩვენ მენტორინგის პროგრამები გაგვაჩნია, გვაქვს კორპორატიული სერვისებიც, რაც მოიცავს სხვადასხვა ტიპის ტრენინგების ჩატარებას ორგანიზაციებში. ეს ძირითადად არის ხოლმე ლიდერობისა და მენეჯმენტის ზოგადი შესავლის ტრენინგი, არის ხოლმე თუნდაც რისკების მართვის ტრენინგი, სტეიქჰოლდერების მართვის ტრენინგი და ასე შემდეგ. სამშენებლო სფერო, რადგან ჩემთვის ძალიან ახლობელია, ძალიან მიყვარს. ნამდვილად. ხო, ჩემთვის ნამდვილად პრიორიტეტულია და პრინციპში პრიორიტეტული რომც არ იყოს, ეს არის ის სფერო, რომელიც მე თვითონ ძალიან კარგად ვიცი. და შემიძლია რომ ამ მიმართულებით გარკვეული ტიპის კონსულტაციებიც გავცე. ესეთი ტიპის გამოცდილება ჩვენ გვაქვს, ვერ გეტყვით რომ აი სამშენებლო ობიექტებზე ვიზიტი გვჭირდება, თუმცა ხო ორგანიზაციების მხრიდან ჩვენთან დაინტერესება არის, რომ აი თქვათ მენეჯმენტის ტრენინგები ჩავუტაროთ. ძირითადად მიზანი არის ხოლმე ის, რომ ერთსა და იმავე ენაზე ისაუბრონ ამ ორგანიზაციაში თანამშრომლებმა. ყველა მიცოდეს რა არის, რას ვეძახით რისკს, რას ვეძახით მართვას, რას ვეძახით stakeholders, ასე შემდეგ. საკმაოდ საინტერესო ეპიზოდი გამოგვივიდა, საიუბილეო მე-13 და მინდა პირველ რიგში რომ მადლობა გადაგიხადო სტუმრობისთვის. იმ ყველა experience-ის, იმ ყველა ცოდნის გაზიარებისთვის, რომელიც ჩვენც მოვისმენთ და აუცილებლად ჩვენი მსმენელებიც დაახლოებით დღეიდან ალბათ ერთ კვირაში ან 5 დღეში უკვე დაიდება YouTube-ზე და გაიცნობიან ამ ყველაფერს. მე მინდა რომ ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ მოუწოდო რომ აუცილებლად გამოიწერეთ უსაფრთხო კუთხის არხი, გააქტიურეთ სარიცხილაკი. ლევან, ჩვენ საკმაოდ მალე შევთავაზებთ. დიდი ხანია გვირდებით ამ ყველაფერს, მაგრამ რაღაცებიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა ის რომ საველე მოქმედებების ვიდეოები ჩაგვეწერა, მაგრამ უკვე ჩვენ ტექნიკური უზრუნველყოფა ჩვენი თვე მოვახდინეთ ამ ყველაფრის და ვიყიდეთ შესაბამისი აპარატი DJI. ჩვენ პოდკასტი რომელსაც არავინ ასპონსორებს თუ ხო თანხით ესე არავინ არ გვეხმარება. ამაზე ვსაუბრობ თუ ვინმე იქნება მსურველი ღია ორწინადოდებებისთვის. კი, მაგრამ აწი აღარ გვინდა უკვე, იმიტომ რომ ვიყიდეთ ყველაფერი, მიკროფონები ვიყიდეთ, კამერები ვიყიდეთ და DJI-ის action კამერაც ვიყიდეთ, ამიტომ ახალ სეზონში საკმაოდ კარგად დაუბრუნდებით. მარიამ, ძალიან დიდი მადლობა ჩემი მხრიდანაც. ძალიან დიდი ხანია, როგორც აღვნიშნე, კამერის იქით LinkedIn-ზე ვარ შენი მიმდევარი, ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას აზიარებ. LinkedIn-ის ლინკით საუცილებლად უნდა გავაზიაროთ მარიამის გვერდის, ვისაც აინტერესებს სიახლეები ამ მიმართულებით, რაზეც მარიამ აისაუბრა, ამომწურავ ინფორმაციას ნახავთ. არ გვეყო ამასთანავე შენი ერთი სტუმრობა და პირობაც გვინდა მოგცე რომ მომავალში კიდე გვესტუმრები საინტერესო თემების გაზზე და ნავთობზე აუცილებლად. დიდი სიამოვნებით, დიდი მადლობა. დიდი მადლობა და რა ვიცი, manage with care მეგობრებო, ვიზრუნოთ ჩვენს დასაქმებულებზე.